მილიონერმა ერთი თვის განმავლობაში დაქორწინდა უბრალო მათხოვარზე, რათა სანაძლეო მოეგო, მაგრამ 2 დღის შემდეგ ყველანი გაოცებულნი დარჩნენ. თბილისის ცენტრში, სადაც ძველი და ახალი არქიტექტურა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, გიორგი ბერიძე მაღალი ბიზნეს ცენტრის 30 სართულზე მდებარე თავის კაბინეტის ფანჯრიდან ქალაქს გადაჰყურებდა. 40 წლის ასაკში იგი ტექნიკაის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გახლდათ, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ლიდერად იქცა. მისი უნაკლო კოსტუმი და თავდაჯერებული გამომეტყველება იმ ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი გამოსდიოდა. კარზე კაკუნის ხმა მისი ფიქრები შეაწყვეტინა. ოთახში 2 მამაკაცი შემოვიდა, ლევანი, მისი მეგობარი საბანკო სფეროდან და ზურაბი, ცნობილი ტელეწამყვანი. გიორგი, ძველო მეგობარო, მიესალმა ლევანი და მხარზე ხელი დაჰკრა. მზად ხარ ჩვენი ბიზნეს ვახშმისთვის? გიორგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. 3 მეგობარი მაღალი შენობიდან გამოვიდნენ და რესტორან ფაზისისკენ გაემართნენ, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაწესებულება იყო. რესტორანში მათ განცალკევებული მაგიდა ელოდათ, საიდანაც მტკვრის ხედი იშლებოდა. დაიწყა სასაუბრო მსუბუქი თემებით, ბიზნესის ამბებით და ბოლო მოგზაურობების შთაბეჭდილებებით. მაგრამ როდესაც ღვინო უკვე მეორე ბოთლიდან ისხმებოდა, საუბარმა უფრო პირადული ხასიათი მიიღო. გიორგი, დაიწყო ზურაბმა მზაკრული ღიმილით, არ გბეზრდება, რომ ყველაფერი ასე ადვილად გამოგდის. გიორგიმ წარბი აზიდა. რას გულისხმობ? ლევანმა თამაში ჩართვა გადაწყვიტა. აბა, ყველამ ვიცით, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია. ბაზარს აკონტროლებ, ქალები თავს გევლებიან, პრაქტიკულად ხელშეუხებელი ხარ. გიორგის თავმოყარეობა გაიღვიძა. მართალია, არ მახსოვს ბოლოს როდის წავაგე რაიმე მნიშვნელოვანი, ზურაბის თვალებში მზაკრული ნაპერწკლები აკიაფდა. დარწმუნებული ხარ? რადგან ერთი წინადადება მაქვს, რომელიც შეიძლება საპირისპიროს და ამტკიცებს, ატმოსფერო შეიცვალა. გიორგი, რომელიც ყოველთვის მზად იყო გამოწვევისთვის, წინ გადაიხარა. გისმენ? ლევანმა და ზურაბმა ერთმანეთს გადახედეს, სანამ ზურაბი განაგრძობდა. გამოგიწევთ, რომ ერთი თვით იქორწინო უსახლკარო ქალზე. გიორგის ლამის ღვინო გადაცდა. რა? გაგიჟდით? ხედავ. ვიცოდით, რომ არის რაღაც, რასაც ვერ გააკეთებთ, დასცინა ლევანმა. გიორგის სიამაყე ნელ-ნელა გონებას ურევდა. მოიცა, არ მithქვამს, რომ ვერ გავაკეთებ. ზურაბმა მეტი ზეწოლა მოახდინა. მაგრამ არის პირობები. მან არ უნდა იცოდეს, რომ ეს სანაძლეოა. უნდა დაარწმუნო საკუთარი ძალებით, შენი ფულისა და გავლენის პირდაპირი გამოყენების გარეშე. გიორგი ცოტა ხანს დადუმდა, აწონდა-წონა სიტუაცია. ნაწილი მას ეუბნებოდა, რომ ეს სიგიჟე იყო, მაგრამ მეორე ნაწილი ის, რომელიც ყოველთვის უბიძგებდა თავისი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, თანდათან კონტროლს იღებდა. და რას ვიგებ ამაში? იკითხა, მცდელობით დაეფარა ინტერესი. ლევანმა ჩაიღიმა. ჩემი ახალი საინვესტიციო პროექტის წილს. იმას, რომელზეც თვეებიათ ცდილობ ხელი მოჰკიდო. გიორგის თვალები აინთო. ეს პროექტი მილიონებს ნიშნავდა. და თუ წავაგე? მაშინ დაგვითმობ შენს ვილას შავ ზღვაზე, უპასუხა ზურაბმა. სიჩუმე ჩამოვარდა რამდენიმე წამით, რომელიც საუკუნედ იქცა. ბოლოს გიორგიმ ხელი გაიწოდა. დავთანხმდი, 3 მეგობარი ხელის ჩამორთმევით შეთანხმდნენ, ვერ წარმოიდგენდნენ, რა შედეგი მოჰყვებოდა ამ მარტივ ჟესტს. მეორე დილას გიორგი გაერკვა სიტუაციაში. სანაძლეოს დეტალები უკვე ეჩუქვეშ აყენებდა მის გადაწყვეტილებას, მაგრამ უკან დახევა მისთვის მიუღებელი იყო. იგი მიხვდა, რომ დახმარება დასჭირდებოდა, მაგრამ ვერ ენდობოდა თავის ჩვეულ ასისტენტს, ამ საქმისთვის აბსოლუტური დისკრეცია იყო საჭირო. გიორგიმ დარეკა ნაცნობ კერძო დეტექტივთან. ვიღაც მჭირდება, უთხრა მან. ერთი უსახლკარო ქალი, მაგრამ არა ნებისმიერი. ვიღაც. პოტენციალით. მომდევნო დღეების განმავლობაში გიორგი დროს ყოფდა თავისი ტექნოლოგიური იმპერიის მართვასა და შესაძლო კანდიდატების შესახებ ანგარიშების მიღებას შორის. მან რამდენიმე ვარიანტი უარყო, თანდათან იმედგაცრუებული ხდებოდა. რაში გაება? სწორედ მაშინ მიიღო ზარი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ბატონო ბერიძე, გონი ვიპოვე ვიღაც, ვინ შეიძლება დაგაინტერესოთ, თქვა დეტექტივმა. მისი სახელია თამარ მიქელაძე. ყოფილი ლიტერატურის ლექტორი, უსახლკაროდ დარჩა 1 წლის წინ. აქვს საინტერესო ისტორია, დაინტერესებულმა გიორგიმ მეტი დეტალი მოითხოვა. რაც უფრო მეც ისმენდა თამარზე, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ის იყო იდეალური კანდიდატი მისი გეგმისთვის.
განათლებული ქალი, ტრაგიკული წარსულით, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. იდეალური იყო. მინდა შევხვდე, გადაწყვიტა გიორგიმ. მაგრამ არა როგორც ვარ. ჭირდება შენი ღვაწლი, ცრუ ვინაობა, გეგმა ჩამოყალიბდა მის გონებაში. ის წარმოაჩენდა თავს როგორც საშუალო რგოლის ბიზნესმენს, რომელიც ეძებს ნიჭიერებს საგანმანათლებლო პროექტისთვის. ეს იქნებოდა იდეალური საბაბი თამართან დასაახლებლად ეჩვის გარეშე. გიორგი სარკეში ჩაიხედა, ემზადებოდა რა თამართან პირველი შეხვედრისთვის. მამაკაცი, რომელიც უყურებდა, უცნობი იყო, აწეცილით მას სქელჩარჩოიანი სათვალე, ყოველდღიური, მაგრამ მოხდენილი ტანსაცმელი. ის უკვე აღარ იყო წარმატებული გენერალური დირექტორი, არამედ დავით ახვლედიანი, საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი. მხოლოდ ერთი თვე უთხრა საკუთარ თავს. ერთი თვე და სანაძლეო მოგებული მექნება, რასაც გიორგი ვერ ხვდებოდა, იყო ის, რომ მალე იგი დაადგებოდა მოგზაურობას, რომელიც შეცვლიდა არა მხოლოდ მის გარეგნობას, არამედ მის გულსა და სულს. ბედს თავისი ჩვეული იუმორის გრძნობით გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დროა გიორგი ბერიძემ ისწავლოს გაკვეთილი ცხოვრების, სიყვარულისა და ნამდვილი სიმდიდრის შესახებ. დილა თბილისში გრილი და ნისლიანი გათენდა, რაც იდეალურად ასახავდა გიორგის განწყობას, როდესაც ის რიყის პარკისკენ მიემართებოდა. ჩაცმული თავისი დავით ახვლედიანის სამოსით, იგი უცნაურად მოწყვლადად გრძნობდა თავს ძვირადღირებული კოსტიუმებისა და თავდაჯერებული გამომეტყველების გარეშე. სანაძლეო სიმძიმე მხრებზე აწვებოდა. თამარ მიქელაძე, დეტექტივის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დილაობით ამ პარკში ატარებდა. გიორგიმ დაიწყო მისი ძებნა, გონებაში იმეორებდა აღწერილობას, დაახლოებით 38 წლის ქალი, მუქი თმით, გამომეტყველებიანი თვალებით, ყოველთვის წიგნით ხელში. რამდენიმე წუთის შემდეგ ის დაინახა. ქალი იჯდა გაცვეთილ სკამზე, ჩაძირული იყო წიგნის კითხვაში. მისი ტანსაცმელი, მიუხედავად სისუფთავისა, ატარებდა ხანგრძლივი ტარების კვალს. მაგრამ რაღაც იყო მის პოზაში, წიგნის დაჭერის მანერაში, რაც მეტყველებდა შეურყეველ ღირსებაზე. გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა და მიუახლოვდა. უკაცრავად შეიძლება დავჯდე, იკითხა, ცდილობდა ხმაში მეგობრული და არასაშიში ტონი შეენარჩუნებინა. თამარმა თავი ასწია, მისი ყავისფერი თვალები სწავლობდნენ გიორგის ცნობის მოყვარეობისა და სიფრთხილის ნაზავით. რა თქმა უნდა, უპასუხა, ოდნავ გაიწია ადგილის დასათმობად. გმადლობთ, თქვა გიორგიმ და დაჯდა. შენიშნა წიგნის სათაური, რომელსაც თამარი კითხულობდა, ნოდარ დუმბაძის მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. კლასიკა, აღნიშნა, წიგნზე მიუთითა. ერთ-ერთი საუკეთესო ქართული რომანი, მცირე ღიმილი გაქრთა თამარის სახეზე. მართლაც. დუმბაძეს აქვს განსაკუთრებული ნიჭი ჰუმორისა და ტრაგედიის შერწყმისა, გიორგი თავს უკრავდა მადლიერი საუბრის დაწყების შესაძლებლობისთვის. დავით ახვლედიანი, წარუდგინა საკუთარი თავი, ხელი გაუწოდა. მუშაობს საგანმანათლებლო პროექტებზე, თამარმა ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ ჩამოართვა ხელი. თამარ მიქელაძე, უპასუხა მარტივად, მეტი ინფორმაციის გაზიარების გარეშე. თამარ გაიმეორა გიორგიმ, თითქოს სახელის გემოს სინჯავდა. შეიძლება ცოტა პირადული შეკითხვა დაგისვათ, ქალმა ეჩვით შეხედა. დამოკიდებულია შეკითხვაზე, გიორგიმ გაიღიმა, ცდილობდა უწყინარი გამოჩენილიყო. უბრალოდ. ვერ ვიკავებ შთაბეჭდილებას, რომ ლიტერატურის ღრმა ცოდნა გაქვთ. ხომ არ ხართ მასწავლებელი, შეკითხვამ თითქოს მტკივნეული სიმი შეახო. თამარმა წიგნი დახურა და მკერდთან მიიტანა, თითქოს ფარად იყენებდა. ვიყავი, უპასუხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. დიდი ხნის წინ, გიორგიმ თავისი შანსი დაინახა. ვიცოდი. თქვენი საუბრის მანერაში, წიგნთან დამოკიდებულებაში. იცით, ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. ვეძებთ ადამიანებს განათლების გამოცდილებითა და ლიტერატურის სიყვარულით საპილოტე პროგრამისთვის. და გაინტერესებდათ მეტის გაგება, თამარი შეჰყურებდა ნაზავით ცნობის მოყვარეობისა და სკეპტიციზმისა. რატომ მიყვებით ამას? არ მიცნობთ. ზოგჯერ საუკეთესო შესაძლებლობები მოდის ყველაზე მოულოდნელი შეხვედრებიდან, უპასუხა გიორგიმ, გააკვირვა საკუთარი თავი ხმაში გულწრფელობით. გარდა ამისა, არც თუ ისე ხშირად ხვდები ვინმეს, ვინც დუმბაძეს კითხულობს დილის 8 საათზე პარკში, პატარა სიცილი აღმოხდა თამარს, ხმა რომელიც თითქოს თავადაც გააკვირვა. ალბათ მართალი ხართ, დაეთანხმა. რაში მდგომარეობს ეს პროექტი, გიორგი, წახალისებული ამ მცირე წინსვლით, დაიწყო იმ ისტორიის გადმოცემა, რომელიც მომზადებული ჰქონდა. მოუყვა ინიციატივაზე, რომელიც ლიტერატურულ განათლებას მიიტანდა მარგინალიზებულ თემებში, წიგნიერების პროგრამებსა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე პიროვნულ განვითარებაში.
ყოველი სიტყვით საკუთარ თავს აკვირვებდა ვნებით, რომელსაც დებდა ამ გამოგონილ ამბავში. თამარი ყურადღებით უსმენდა, მის თვალებში ბრწყინავდა ინტერესი, რომელსაც ვერ მალავდა. ისმის როგორც შესანიშნავი პროექტი, თქვა ბოლოს. მაგრამ ვშიშობ, რომ არ ვარ შესაფერისი ადამიანი ამისთვის. ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის ყველაზე ხელსაყრელი. გიორგიმ დაინახა შესაძლებლობა ჩაღრმავებისთვის. შეიძლება გკითხოთ, რა მოხდა? ვინმე თქვენი ცოდნითა და ვნებით არ უნდა იყოს. კარგით, აქ თამარი დადუმდა მცირე ხნით, თითქოს შინაგანად დებატობდა, რამდენი გაემხილა. ბოლოს ამოიოხრა და დაიწყო საუბარი. ცხოვრება ზოგჯერ მოულოდნელ მოსახვეებს აკეთებს. 1 წლის წინ სრულიად განსხვავებული ცხოვრება მქონდა. ვიყავი პროფესორი უნივერსიტეტში, მქონდა სახლი, ოჯახი. მაგრამ შემდეგ ჩემი მეუღლე მძიმედ დაავადდა. გიორგი უსმენდა ჩუმად, როგორც თამარი ყვებოდა, როგორ მიიყვანა მისი მეუღლის ავადმყოფობამ ფინანსურ კრახამდე, როგორ დაკარგეს სახლი და დანაზოგები სამედიცინო მკურნალობაში. როგორ მეუღლის წასვლის შემდეგ რჩება იურიდიულ ბრძოლაში, რომელმაც ყველაფერი წაართვა. და აივარ, დაასრულა თამარმა მწარე ღიმილით. ცხოვრობ უცხო ადამიანების კეთილგანწყობით და იმ რამდენიმე წიგნით, რომელთა გადარჩენაც შევძელი, გიორგი დანაშაულის ტალღამ მოიცვა. თამარის ისტორია გაცილებით უფრო ღრმა და მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარ განჭვრიტა. ერთი მომენტით სრულიად დაავიწყდა სანაძლეო და როლი, რომელსაც თამაშობდა. ძალიან მწუხვარ, თქვა გულწრფელად. არავინ არ უნდა გადიოდეს ასეთ რამეს, თამარმა შეხედა, გაოცებული გულწრფელი თანაგრძნობით მის ხმაში. გმადლობთ. მაგრამ სიბრალული არ მჭირდება. ყოველი დღე ახალი შესაძლებლობა აღდგენისთვის, აღფრთოვანებული მისი მედეგობით, გიორგიმ იმპულსური გადაწყვეტილება მიიღო. თამარ, ვიცი, რომ ახლახანს შევხვდით, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ იდეალური იქნებოდით ამ პროექტისთვის. თქვენი გამოცდილება, თქვენი ვნება. თქვენ სრულყოფილი ხართ ამისთვის. რა იქნება, თუ ხვალ-კვლავ შევხვდებით და უფრო დეტალურად განვიხილავთ. შემიძლია მოგიტანოთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ. თამარი ხოხმანობდა, აშკარად გაკვირვებული შეთავაზებით. არ ვიცი. რატომ გააკეთებდით ამას ჩემთვის? გიორგიმ გაიღიმა, გრძნობდა უცნაურ ნაზავს დანაშაულისა და აღელვებისა. იმიტომ რომ მჯერა მეორე შანსების. და იმიტომ რომ მგონია, რომ ბევრი გაქვთ შესათავაზებელი. მცირე ფიქრის შემდეგ თამარმა ნელა დაუქნია თავი. კარგი. შევხვდეთ ხვალ, იგივე ადგილას, იგივე დროს, როდესაც დაემშვიდობდნენ. გიორგიმ უცნაური გრძნობა იგრძნო გულში. მოვიდა საძებნელად ვინმესი თავისი გეგმისთვის, მაგრამ სანაცვლოდ იპოვა ქალი ისტორიით, რომელიც აინტერესებდა და აღელვებდა. პირველად მას შემდეგ, რაც სანაძლეო მიიღო, დაეჭვდა, სწორად იქცეოდა თუ არა. შინ დაბრუნებისას გიორგი ვერ ისვენებდა თამარის სახის გამო, მისი ღირსება გაჭირვების მიუხედავად. გააცნობიერა, რომ ეს პროექტი გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე წინასწარ განჭვრიტა. არა მხოლოდ უნდა დაერწმუნებინა თამარი, გაჰყოლოდა ცოლად, არამედ ახლა გრძნობდა მოულოდნელ პასუხისმგებლობას მის მიმართ. თავის მდიდრულ პენტჰაუსში დაბრუნებული, გიორგი ფიქრობდა შემდეგ ნაბიჯზე. საჭირო იყო დამაჯერებელი ისტორიის შექმნა, პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მიიზიდავდა თამარს, არამედ მისცემდა მას ვალიდურ მიზეზს სწრაფი ქორწინების შესათავაზებლად. ამოცანა სულ უფრო რთული ჩანდა და დიდი ხნის განმავლობაში პირველად გიორგი ბერიძე საკუთარ თავში ნამდვილად დაეჭვდა გამარჯვების უნარში. რისი არ იცოდა იყო ის, რომ ეს შეხვედრა ჩათესავდა ცვლილების თესლს მის შიგნით, თესლს, რომელიც მალე დაიწყებდა გაზრდას და გარდაქმნიდა მის ხედვას სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. მომდევნო დღეები გადაიქცა აქტიურობის ქარიშხლად გიორგისთვის. ერთის მხრივ ინარჩუნებდა თავის ფასადს როგორც ტექნიკა, ის ძლევამოსილი გენერალური დირექტორი, ესწრებოდა მნიშვნელოვან შეხვედრებს და იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენდა მისი კომპანიის მომავალზე. მეორეს მხრივ საათობით გეგმავდა და ქმნიდა ფიქტიურ საგანმანათლებლო პროექტს, საკმარისად დამაჯერებელს, რომ მოეხიბლა თამარი. მათ ყოველდღიურ შეხვედრებში რიყის პარკში გიორგი, თავისი დავით ახვლედიანის ვინაობით, დაიწყო ტყუილებისა და ნახევრად სიმართლეების რთული ქსელის მოგსოვა. მოუღვა თამარს საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რომელსაც თითქოს ავითარებდა, აღწერდა ენთუზიაზმით, როგორ მიიტანდნენ წიგნების მაგიას მარგინალიზებულ თემებში. თამარი, თავდაპირველად ფრთხილი, თანდათან იხსნებოდა. მისი თვალები ბრწყინავდა, როდესაც ლიტერატურაზე საუბრობდნენ და გიორგი ხშირად თავს იჭერდა, რომ მოხიბლული იყო მისი ვნებითა და ცოდნით.
არაერთხელ დაავიწყდა მომენტალურად ამ შეხვედრების რეალური მიზანი. დილა თბილისში გრილი და ნისლიანი გათენდა, რაც იდეალურად ასახავდა გიორგის განწყობას, როდესაც ის რიყის პარკისკენ მიემართებოდა. ჩაცმული თავისი დავით ახვლედიანის სამოსით, იგი უცნაურად მოწყვლადად გრძნობდა თავს ძვირადღირებული კოსტიუმებისა და თავდაჯერებული გამომეტყველების გარეშე. სანაძლეო სიმძიმე მხრებზე აწვებოდა. თამარ მიქელაძე, დეტექტივის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დილაობით ამ პარკში ატარებდა. გიორგიმ დაიწყო მისი ძებნა, გონებაში იმეორებდა აღწერილობას. დაახლოებით 38 წლის ქალი, მუქი თმით, გამომეტყველებიანი თვალებით, ყოველთვის წიგნით ხელში. რამდენიმე წუთის შემდეგ ის დაინახა. ქალი იჯდა გაცვეთილ სკამზე, ჩაძირული იყო წიგნის კითხვაში. მისი ტანსაცმელი, მიუხედავად სისუფთავისა, ატარებდა ხანგრძლივი ტარების კვალს. მაგრამ რაღაც იყო მის პოზაში, წიგნის დაჭერის მანერაში, რაც მეტყველებდა შეურყეველ ღირსებაზე. გიორგი მღრმად ჩაისუნთქა და მიუახლოვდა. უკაცრავად შეიძლება დავჯდე, იკითხა, ცდილობდა ხმაში მეგობრული და არასაშიში ტონი შეენარჩუნებინა. თამარმა თავი ასწია, მისი ყავისფერი თვალები სწავლობდნენ გიორგის ცნობის მოყვარეობისა და სიფრთხილის ნაზავით. რა თქმა უნდა, უპასუხა, ოდნავ გაიწია ადგილის დასათმობად. გმადლობთ, თქვა გიორგიმ და დაჯდა. შენიშნა წიგნის სათაური, რომელსაც თამარი კითხულობდა, ნოდარ დუმბაძის მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. კლასიკა, აღნიშნა, წიგნზე მიუთითა. ერთ-ერთი საუკეთესო ქართული რომანი, მცირე ღიმილი გაქრთა თამარის სახეზე. მართლაც. დუმბაძეს აქვს განსაკუთრებული ნიჭი ჰუმორისა და ტრაგედიის შერწყმისა, გიორგი თავს უკრავდა მადლიერი საუბრის დაწყების შესაძლებლობისთვის. დავით ახვლედიანი, წარუდგინა საკუთარი თავი, ხელი გაუწოდა. მუშაობს საგანმანათლებლო პროექტებზე, თამარმა ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ ჩამოართვა ხელი. თამარ მიქელაძე, უპასუხა მარტივად, მეტი ინფორმაციის გაზიარების გარეშე. თამარ გაიმეორა გიორგიმ, თითქოს სახელის გემოს სინჯავდა. შეიძლება ცოტა პირადული შეკითხვა დაგისვათ, ქალმა ეჭვით შეხედა. დამოკიდებულია შეკითხვაზე, გიორგიმ გაიღიმა, ცდილობდა უწყინარი გამოჩენილიყო. უბრალოდ. ვერ ვიკავებ შთაბეჭდილებას, რომ ლიტერატურის ღრმა ცოდნა გაქვთ. ხომ არ ხართ მასწავლებელი, შეკითხვამ თითქოს მტკივნეული სიმი შეახო. თამარმა წიგნი დახურა და მკერდთან მიიტანა, თითქოს ფარად იყენებდა. ვიყავი, უპასუხა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. დიდი ხნის წინ, გიორგიმ თავისი შანსი დაინახა. ვიცოდი. თქვენი საუბრის მანერაში, წიგნთან დამოკიდებულებაში. იცით, ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. ვეძებთ ადამიანებს განათლების გამოცდილებითა და ლიტერატურის სიყვარულით საპილოტე პროგრამისთვის. და გაინტერესებდათ მეტის გაგება, თამარი შეჰყურებდა ნაზავით ცნობის მოყვარეობისა და სკეპტიციზმისა. რატომ მიყვებით ამას? არ მიცნობთ. ზოგჯერ საუკეთესო შესაძლებლობები მოდის ყველაზე მოულოდნელი შეხვედრებიდან, უპასუხა გიორგიმ, გააკვირვა საკუთარი თავი ხმაში გულწრფელობით. გარდა ამისა, არც თუ ისე ხშირად ხვდები ვინმეს, ვინც დუმბაძეს კითხულობს დილის 8 საათზე პარკში, პატარა სიცილი აღმოხდა თამარს, ხმა რომელიც თითქოს თავადაც გააკვირვა. ალბათ მართალი ხართ, დაეთანხმა. რაში მდგომარეობს ეს პროექტი, გიორგი, წახალისებული ამ მცირე წინსვლით, დაიწყო იმ ისტორიის გადმოცემა, რომელიც მომზადებული ჰქონდა. მოუყვა ინიციატივაზე, რომელიც ლიტერატურულ განათლებას მიიტანდა მარგინალიზებულ თემებში, წიგნიერების პროგრამებსა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე პიროვნულ განვითარებაში. ყოველი სიტყვით საკუთარ თავს აკვირვებდა ვნებით, რომელსაც დებდა ამ გამოგონილ ამბავში. თამარი ყურადღებით უსმენდა, მის თვალებში ბრწყინავდა ინტერესი, რომელსაც ვერ მალავდა. ისმის როგორც შესანიშნავი პროექტი, თქვა ბოლოს. მაგრამ ვშიშობ, რომ არ ვარ შესაფერისი ადამიანი ამისთვის. ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის ყველაზე ხელსაყრელი, გიორგიმ დაინახა შესაძლებლობა ჩაღრმავებისთვის. შეიძლება გკითხოთ, რა მოხდა? ვინმე თქვენი ცოდნითა და ვნებით არ უნდა იყოს. კარგით, აქ თამარი დადუმდა მცირე ხნით, თითქოს შინაგანად დებატობდა, რამდენი გაემხილა. ბოლოს ამოიოხრა და დაიწყო საუბარი. ცხოვრება ზოგჯერ მოულოდნელ მოსახვეებს აკეთებს. ერთი წლის წინ სრულიად განსხვავებული ცხოვრება მქონდა. ვიყავი პროფესორი უნივერსიტეტში, მქონდა სახლი, ოჯახი. მაგრამ შემდეგ ჩემი მეუღლე მძიმედ დაავადდა. გიორგი უსმენდა ჩუმად, როგორც თამარი ყვებოდა, როგორ მიიყვანა მისი მეუღლის ავადმყოფობამ ფინანსურ კრახამდე, როგორ დაკარგეს სახლი და დანაზოგები სამედიცინო მკურნალობაში.
როგორ მეუღლის წასვლის შემდეგ რჩება იურიდიულ ბრძოლაში, რომელმაც ყველაფერი წაართვა. და აივარ, დაასრულა თამარმა მწარე ღიმილით. ვცხოვრობ უცხო ადამიანების კეთილგანწყობით და იმ რამდენიმე წიგნით, რომელთა გადარჩენაც შევძელი, გიორგი დანაშაულის ტალღა მოიცვა. თამარის ისტორია გაცილებით უფრო ღრმა და მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარ განჭვრიტა. ერთი მომენტით სრულიად დაავიწყდა სანაძლეო და როლი, რომელსაც თამაშობდა. ძალიან მწუხვარ, თქვა გულწრფელად. არავინ არ უნდა გადიოდეს ასეთ რამეს, თამარმა შეხედა, გაოცებული გულწრფელი თანაგრძნობით მის ხმაში. გმადლობთ. მაგრამ სიბრალული არ მჭირდება. ყოველი დღე ახალი შესაძლებლობა აღდგენისთვის. აღფრთოვანებული მისი მედეგობით, გიორგიმ იმპულსური გადაწყვეტილება მიიღო. თამარ, ვიცი რომ ახლახანს შევხვდით, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ იდეალური იქნებოდით ამ პროექტისთვის. თქვენი გამოცდილება, თქვენი ვნება. თქვენ სრულყოფილი ხართ ამისთვის. რა იქნება, თუ ხვალ კვლავ შევხვდებით და უფრო დეტალურად განვიხილავთ. შემიძლია მოგიტანოთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ. თამარი ხოხმანობდა, აშკარად გაკვირვებული შეთავაზებით. არ ვიცი. რატომ გააკეთებდით ამას ჩემთვის? გიორგიმ გაიგიმა, გრძნობდა უცნაურ ნაზავს დანაშაულისა და აღელვებისა. იმიტომ რომ მჯერა მეორე შანსების. და იმიტომ რომ მგონია, რომ ბევრი გაქვთ შესათავაზებელი. მცირე ფიქრის შემდეგ თამარმა ნელა დაუქნია თავი. კარგი. შევხვდეთ ხვალ, იგივე ადგილას, იგივე დროს, როდესაც დაემშვიდობდნენ, გიორგიმ უცნაური გრძნობა იგრძნო გულში. მოვიდა საძებნელად ვინმესი თავისი გეგმისთვის, მაგრამ სანაცვლოდ იპოვა ქალი ისტორიით, რომელიც აინტერესებდა და აღელვებდა. პირველად მას შემდეგ, რაც სანაძლეო მიიღო, დაეჭვდა, სწორად იქცეოდა თუ არა. შინ დაბრუნებისას გიორგი ვერ ისვენებდა თამარის სახის გამო, მისი ღირსება გაჭირვების მიუხედავად. გააცნობიერა, რომ ეს პროექტი გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე წინასწარ განჭვრიტა. არა მხოლოდ უნდა დაერწმუნებინა თამარი, გაჰყოლოდა ცოლად, არამედ ახლა გრძნობდა მოულოდნელ პასუხისმგებლობას მის მიმართ. თავის მდიდრულ პენტჰაუსში დაბრუნებული, გიორგი ფიქრობდა შემდეგ ნაბიჯზე. საჭირო იყო დამაჯერებელი ისტორიის შექმნა, პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მიიზიდავდა თამარს, არამედ მისცემდა მას ვალიდურ მიზეზს სწრაფი ქორწინების შესათავაზებლად. ამოცანა სულ უფრო რთული ჩანდა და დიდი ხნის განმავლობაში პირველად გიორგი ბერიძე საკუთარ თავში ნამდვილად დაეჭვდა გამარჯვების უნარში. რისი არ იცოდა იყო ის, რომ ეს შეხვედრა ჩათესავდა ცვლილების თესლს მის შიგნით, თესლს, რომელიც მალე დაიწყებდა გაზრდას და გარდაქმნიდა მის ხედვას სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ. მომდევნო დღეები გადაიქცა აქტიურობის ქარიშხლად გიორგისთვის. ერთის მხრივ ინარჩუნებდა თავის ფასაც როგორც ტექნიკა, ის ძლევამოსილი გენერალური დირექტორი, ესწრებოდა მნიშვნელოვან შეხვედრებს და იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენდა მისი კომპანიის მომავალზე. მეორეს მხრივ საათობით გეგმავდა და ქმნიდა ფიქტიურ საგანმანათლებლო პროექტს, საკმარისად დამაჯერებელს, რომ მოეხიბლა თამარი. მათ ყოველდღიურ შეხვედრებში რიყის პარკში გიორგი, თავისი დავით ახვლედიანის ვინაობით, დაიწყო ტყუილებისა და ნახევრად სიმართლეების რთული ქსელის მოქსოვა. მოუღვა თამარს საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რომელსაც თითქოს ავითარებდა, აღწერდა ენთუზიაზმით, როგორ მიიტანდნენ წიგნების მაგიას მარგინალიზებულ თემებში. თამარი, თავდაპირველად ფრთხილი, თანდათან იხსნებოდა. მისი თვალები ბრწყინავდა, როდესაც ლიტერატურაზე საუბრობდნენ, და გიორგი ხშირად თავს იჭერდა, რომ მოხიბლული იყო მისი ვნებითა და ცოდნით. არაერთხელ დაავიწყდა მომენტალურად ამ შეხვედრების რეალური მიზანი. თამარ, თქვა გიორგი მრბილად, თითქმის უნებურად. ის მობრუნდა, ყავის ფინჯანი თითოეულ ხელში. დიახ, დავით, გიორგის სურდა ყველაფერი ეთქვა. სურდა ეღიარებინა სიმართლე, ეთხოვა პატიება, ევედრებინა მისთვის გაეგო. მაგრამ შიშმა დაკარგვისა მისი თვალებში იმედგაცრუებისა და ტკივილის დანახვის გააშეშა. არაფერი, ჩაიჩურჩულა ბოლოს. მხოლოდ გმადლობ ყავისთვის, თამარმა გაიგიმა იმ ღიმილით, რომელიც მის გულს აკანკალებდა და დაჯდა მის წინ. არაფრის. ახლა მომიყევი იმ იდეაზე, რომელიც გუშინ ღამით გქონდა დაწყებითი სკოლების კითხვის პროგრამისთვის, და ასე, გიორგი კვლავ აღმოჩნდა ჩაფლული პროექტის განხილვაში, მისი გონება გაყოფილი დანაშაულის გრძნობით მისი მოტყუების გამო და მზარდი რწმენით, რომ შეყვარებული იყო თამარის. კვირები სწრაფად გადიოდა და სანამ გაიგებდნენ, მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებოდა შეთანხმებულითვის დასრულებამდე. ვადის მოახლოება ეკიდათ მათ თავზე როგორც მუქარის ჩრდილი, თუმცა ძალიან განსხვავებული მიზეზებით. თამარისთვის ეს ნიშნავდა ოცნების დასასრულს, დაბრუნებას მისი ადრინდელი ცხოვრების განუსაზღვრელობაში.
გიორგისთვის წარმოადგენდა მომენტს, როდესაც უნდა დაპირისპირებოდა თავისი ქმედებების შედეგებს, როდესაც სიმართლე გამოაშკარავდებოდა და დაკარგავდა არა მხოლოდ სანაძლეოს, არამედ ქალსაც, რომელიც შეუყვარდა. ერთ საღამოს, როდესაც ისხდნენ ბინის აივანზე, აკვირდებოდნენ ქალაქის შუქებს, თამარმა დაარღვია კომფორტული სიჩუმე, რომელიც ჩამოვარდნილიყო მათ შორის. დავით, რა მოხდება, როდესაც თვე დასრულდება? გიორგის კინულივით შეაცივა სისხლი. რას გულისხმობ? კარგი, ვივარაუდოთ, რომ განქორწინდებით, არა? მაგრამ პროექტი. ასე ბევრი ვიმუშავეთ. ყველაფერი უბრალოდ ასე დასრულდება. გიორგიმ დაინახა შიში და იმედი, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს თამარის თვალებში. იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება. ვეღარ გააგრძელებდა ამ ტყუილს, ვეღარ დააზიანებდა მას მეტად. თამარ რაღაც უნდა გითხრა, დაიწყო, მისი ხმა ოდნავ კანკალებდა. მაგრამ სანამ გააგრძელებდა, თამარის ტელეფონის მკვეთრმა ხმამ შეაქრთო ორივე. მან ბოდიში მოიხადა და უპასუხა ზარს, სახე გაუფერმკრთალდა მოსმენისას. რა? როდის? დიახ, ახლავე მოვდივარ, თქვა სწრაფად, სანამ გათიშავდა. რა მოხდა? იკითხა გიორგიმ, შეშფოთებულმა მისი გამომეტყველებით. ჩემი დედა, უპასუხა თამარმა, წრემლები უკვე უგროვდებოდა თვალებში. საავადმყოფოშია. ახლავე უნდა წავიდე, ერთ წამში ყველა აღიარება და გამჟღავნება დავიწყებას მიეცა. გიორგი წამოდგა, იღებდა მანქანის გასაღებს. წავიდეთ, წაგიყვან, როდესაც ჩქარობდნენ ბინიდან გამოსვლას, გიორგიმ გააცნობიერა, რომ სიმართლეს მოუწევდა დაცდა. ამჟამად ერთადერთი რამ, რაც მნიშვნელოვანი იყო თამარისთვის ამ კრიზისულ მომენტში მხარდაჭერა. დანაშაული, ტყუილები, სანაძლეო. ყველაფერი ეს შეიძლებოდა მოცდილიყო. ამ მომენტში ის უბრალოდ იყო დავითი, კაცი, რომელსაც უყვარდა თამარი და გააკეთებდა ყველაფერს, რომ კვლავ ენახა მისი ღიმილი. საავადმყოფო ფუსფუსებდა აქტიურობით, როდესაც გიორგი და თამარი მივიდნენ, მიეჩქარებოდნენ თეთრ და სტერილურ დერეფნებში. დეზინფექციის სუნი და დაძაბულობა ჰაერში მათ მძიმედ აწვებოდა, ეძებდნენ ინფორმაციას თამარის დედის შესახებ. სად არის? როგორ არის? ნერვიულად ჰკითხა თამარმა ეკთანს ინფორმაციის დახლთან. ქალბატონო მიქელაძე, თქვენი დედა ახლა სტაბილურად არის, უპასუხა ეკთანმა მშვიდი ხმით. მან გადაიტანა გულის შეტევა, მაგრამ დროულად მოვიდა. ექიმი ცოტა ხანში გნახავთ და უფრო მეტ დეტალს მოგაწვდით. თამარი ჩაიშვა ახლო მდებარე სკამზე, შვება და დაღლილობა ცხადად ჩანდა მის სახეზე. გიორგი დაჯდა მის გვერდით, ინსტინქტურად ხელი ჩამოართვა. ყველაფერი კარგად იქნება, ჩაიჩურჩულა, ნატრობდა მეტის გაკეთება შეეძლო მის დასამშვიდებლად. საათები ნელა გადიოდა. გიორგი დარჩა თამარის გვერდით, სთავაზობდა უსიტყვო მხარდაჭერას, როდესაც ელოდებოდნენ ახალ ამბებს. ბოლოს, ექიმი მოვიდა მათთან. ქალბატონო მიქელაძე, თქვენი დედა საფრთხის გარეშეა, შეატყობინა ექიმმა. თუმცა დასჭირდება სპეციალური მოვლა და ძვირადღირებული მედიკამენტები მომდევნო თვეებში გამოჯანმრთელებისთვის. თამარმა თავი დაუქნია, შეითვისა ინფორმაცია. გმადლობთ, ექიმო. გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა მის მოსავლელად. როდესაც ექიმი წავიდა, თამარი მიუბრუნდა გიორგის, წუხილი გამოკვეთილი მის სახეზე. დავით, არ ვიცი, როგორ შევძლებ ამის გადახდას. პროექტი მხოლოდ იწყება და სტაბილური სამსახურის გარეშე. გიორგი მიგრძნო, როგორ შეეკუმშა გული. იმ მომენტში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლიდა ყველაფრის მიმდინარეობას. ნუ ღელავ ფულზე, თამარ. მე ვიზრუნებ ყველა ხარჯზე. თამარის თვალები გაფართოვდა გაოცებით. დავით, ამას ვერ მივიღებ. ძალიან ბევრია. გთხოვ, დამანებე ამის გაკეთება შენთვის, დაჟინებით, თქვა გიორგიმ. ჩათვალე, რომ ეს პროექტის ავანსია. თამარმა დიდხანს უყურა მას, სანამ ნელა თავს დაუქნევდა. გმადლობ, ჩაიჩურჩულა, მაგრად ჩაეხუტა. მომდევნო დღეები იყო თავბრუდამხვევი ქარიშხალის საავადმყოფოში ვიზიტების, საბუთების და წუხილების. გიორგი დარჩა თამარის გვერდით ყველა მომენტში, სთავაზობდა ემოციურ მხარდაჭერას და ზრუნავდა ფინანსურ ასპექტებზე. თუმცა ყოველთვის, როდესაც ხელს აწერდა ჩეკს ან ესაუბრებოდა საავადმყოფოს პერსონალს, გრძნობდა, რომ მისი ფასადი სულ უფრო და უფრო იბზარებოდა. ერთ საღამოს, როდესაც თამარი თვლემდა სკამზე დედამისის საწოლთან, გიორგი გავიდა დერეფანში ზარის გასაკეთებლად. მას სჭირდებოდა მეტი თანხა სამედიცინო ხარჯების დასაფარავად და იცოდა, რომ მოუწევდა საკუთარ პირად ანგარიშებზე ჭკდომა, როგორც გიორგი ბერიძეს. დაუყოვნებელი გადარიცხვა მჭირდება, ჩაიჩურჩულა ტელეფონში, აძლევდა ინსტრუქციებს თავის პირად ასისტენტს.
და გახსოვდეს, აბსოლუტური კონფიდენციალურობა, რისი არ იცოდა გიორგიმ იყო ის, რომ თამარი გაღვიძებულიყო და გაჰყოლოდა მას, შეშფოთებული მისი უცნაური ქცევით ბოლო დღეებში. როდესაც მოისმინა საუბარი, მისი ცნობის მოყვარეობა გადაიქცა დაბნეულობად, შემდეგ კი ეჭვად. დავით, დაიძახა რბილად, რამაც გიორგი შეაქრთო და უეცრად დაასრულებინა ზარი. თამარ, მე რამდენიმე შეთანხმებას ვაკეთებდი პროექტისთვის, უხერხულად მოიტყუა. თამარმა შეხედა ნაზავით ტკივილისა და იმედგაცრუებისა. აღარ იტყუო, გთხოვ. ვინ ხარ სინამდვილეში, დავით? ან უნდა გითხრა გიორგის სამყარო ერთი წამით გაჩერდა. სიმართლემ, რომელიც ასეთ ცდილობდა დაემალა, ბოლოს და ბოლოს პოვა გზას ზედაპირზე და შიშმა თამარის დაკარგვის გააშეშა. თამარ შემიძლია აუხსნა, დაიწყო, მაგრამ მან ხელი ასწია მის შესაჩერებლად. არა, აქ, თქვა კანკალით ხმაში. წავიდეთ სახლში. მინდა მოვისმინო მთელი სიმართლე და არ მინდა ეს საავადმყოფოს დერეფანში იყოს, მგზავრობა უკან ბინაში იყო ჩუმი და დაძაბული. ერთხელ შიგნით თამარი დაჯდა დივანზე, უყურებდა გიორგის ემოციების ნაზავით თვალებში. ილაპარაკე, უბრალოდ ბრძანა. გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო მთელი სიმართლის მოყოლა. უამბო, ვინ იყო სინამდვილეში, სანაძლეოზე მეგობრებთან როგორ შეარჩია და რატომ. ყოველი სიტყვით ხედავდა, როგორ ღრმავდებოდა ტკივილი და იმედგაცრუება თამარის თვალებში. ყველაფერი ტყუილი იყო, დაასრულა მისი ხმა გატეხილი ემოციით. პროექტი, ჩვენი ქორწინება. ყველაფერი დაიწყო როგორც ფარსი. მაგრამ თამარ უნდა დამიჯერო, როდესაც გეუბნები, რომ ჩემი გრძნობები შენდამი ნამდვილია. შემიყვარდი და საკმარისია, შეაწყვეტინა თამარმა, წამოდგა. მისი თვალები ბრწყინავდნენ შეკავებული ცრემლებით. როგორ შეგეძლო? როგორ შეგეძლო ასე ეთამაშა ჩემს ცხოვრებას, ჩემს იმედებს? გაქვს წარმოდგენა, რას ნიშნავდა ეს პროექტი ჩემთვის? გიორგი შეეცადა მასთან მისვლას, მაგრამ თამარი უკან დაიხია. ვიცი და ძალიან მწუხვარ. არასოდეს მინდოდა გეტკინა. გთხოვ, დამანებე ამიხსნას, როგორ შეიცვალა ყველაფერი, როგორ შევიცვალე მე. მაგრამ თამარი უკვე აღარ უსმენდა. სწრაფი მოძრაობებით დაიწყო თავისი ცოტა ნივთების შეგროვება. მივდივარ, განაცხადა კანკალით ხმაში. ვერ დავრჩები აქ ახლა. თამარ, გთხოვ, ევედრა გიორგი. სად წახვალ? შენი დედა ჯერ კიდევ საავადმყოფოშია, დამანებე დაგეხმარო. ის შეჩერდა კართან, მობრუნდა, რომ შეეხედა მისთვის უკანასკნელად. საკმარისად დამეხმარე, გიორგი. ან დავით. ან ვინც კი ხარ სინამდვილეში. გმადლობ დახმარებისთვის დედაჩემთან, მაგრამ არაფერი მინდა მეტი შენგან. ნახვამდის და ამით თამარმა დატოვა ბინა, დატოვა გიორგი მარტო მისი ქმედებების სიმძიმესთან. ის ჩაეშვა დივანზე, თავი ხელებში ჩარგო, გრძნობდა, რომ მთელი მისი სამყარო ინგრეოდა მის გარშემო. მომდევნო დღეები იყო უბედურების ბურუსი გიორგისთვის. რამდენჯერმე სცადა დაკავშირებოდა თამარს, მაგრამ მას ჰქონდა დაბლოკილი მისი ნომერი. ეწვია საავადმყოფოს, მხოლოდ იმის აღმოსაჩენად, რომ თამარის დედა გაწერილი იყო და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ. სასოწარკვეთილებაში გიორგიმ განიხილა თავისი რესურსების გამოყენება როგორც გენერალურმა დირექტორმა თამარის მოსაძებნად, მაგრამ შეჩერდა. უკვე საკმარისად წაართვა ღირსება და პირადულობა. თუ ოდესმე ექნებოდა შანსი, გამოესყიდა თავი, მოუწევდა პატივი ეცა მისი გადაწყვეტილებისთვის, წასულიყო. ამასობაში სანაძლეოს დაახლოვდებოდა. ლევანმა და ზურაბმა დაუკავშირდნენ, მოუთმენლად ელოდნენ შედეგის გაგებას. გიორგიმ დანიშნა მათთან შეხვედრა თავის ოფისში, გადაწყვეტილი ჰქონდა, ერთხელ და სამუდამოდ დაემთავრებინა ეს საქმე. მაშ, შეძელი? იკითხა ლევანმა დამცინავი ღიმილით, როდესაც შევიდნენ გიორგის მდიდრულ ოფისში. გიორგიმ მკაცრად შეხედა მათ, გრძნობდა ზიზღის ნაზავს მათ მიმართ და საკუთარი თავის მიმართ. სანაძლეო გაუქმებულია, განაცხადა მტკიცედ. და ჩვენი მეგობრობაც ზურაბი გაოცებული ჩანდა. მოდი, გიორგი, ნუ იქნები ცუდი წაგებული. რა მოხდა? უსახლკარო უარი გითხრა, ბრაზი აკიაფდა გიორგის თვალებში. მისი სახელია თამარი და ის არაჩვეულებრივი ქალია, რომელიც ღრმად დავაზიანე ამსულელური სანაძლეოს გამო. აღარ მინდა არაფერი ვიცოდეთ თქვენს ან ამ სასტიკ თამაშზე, ლევანმა და ზურაბმა გაცვალეს გაოცებული მზერები. მოიცა, შეგიყვარდა? იკითხა ლევანმა ურწმუნოდ. გიორგიმ არ უპასუხა, მაგრამ მისი სიჩუმე საკმარისი დადასტურება იყო. სხვა სიტყვის გარეშე მიუთითა მათ გასასვლელისკენ.
როდესაც კარი დაიხურა მათ უკან, გიორგი დარჩა მარტო, გახურებდა ფანჯრიდან ვრცელ ქალაქს, რომელიც გადაშლილიყო მის ქვემოთ. იმ მომენტში მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება. ვერ უკუაქცევდა ზიანს, რომელიც მიაყენა, მაგრამ შეეძლო ეცადა რაიმე კარგი გაეკეთებინა ამით. განახლებული გადაწყვეტილებით დაიწყო დაგეგმვა, როგორ გადაექცია ფიქტიური პროექტი, რეალობად როგორ გამოეყენებინა თავისი რესურსები და გავლენა, რომ ნამდვილად მოეხდინა განსხვავება განათლებაში. და შესაძლოა, მხოლოდ შესაძლოა, თუ ბედი კეთილი იქნებოდა, ოდესმე ექნებოდა შანსი ეჩვენებინა თამარისთვის, რომ კაცი, რომელიც შეუყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ტყუილიდან დაიბადა, ნამდვილი გამხდარიყო. თამარის წასვლის შემდგომი თვეები გიორგისთვის აქტიურობის ქარიშხალი აღმოჩნდა. გადაწყვეტილი, რომ ტყუილი სიმართლედ ექცია, ის სრულად ჩაეფლო ნამდვილი საგანმანათლებლო ფონდის შექმნაში. ტექნიკა, მისი კომპანია, ამ ახალი პროექტის ფინანსურ საყრდენად იქცა, რომელსაც იმედის თესლები დაარქვა. გიორგი ატარებდა მთელ დღეებს შეხვედრებში, გეგმავდა პროგრამებს, ქირაობდა განათლების ექსპერტებს და ამყარებდა კავშირებს სკოლებთან თბილისის გარეუბნებში. ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ნაბიჯი, რასაც დგამდა, გაჟღენთილი იყო თამარის მოგონებით და ვნებით, რომელიც მას ჰქონდა სწავლებისადმი. ერთ საღამოს, როდესაც ათვალიერებდა გეგმებს პირველი სკოლისთვის, რომელსაც ააშენებდნენ, მისი ასისტენტი, ნინო, შევიდა ოფისში შეშფოთებული გამომეტყველებით. ბატონო ბერიძე, კვირები გადის და თქვენ შესვენების გარეშე მუშაობთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ მცირე შესვენება გჭირდებათ, შესთავაზა მორიდებით. გიორგიმ თავი ასწია გეგმებიდან, პირველად შენიშნა, რამდენად დაღლილი იყო. გმადლობ შენი ზრუნვისთვის, ნინო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია. ახლა ვერ შევჩერდები, ნინომ თავი დაუქნია, მაგრამ წასვლამდე შეჩერდა. ბატონო, თუ ნებას მომცემთ. ეს ყველაფერი მისი გამოა. ქალის გამო, რომელზეც მომიყევით, გიორგი გაჩუმდა ერთი მომენტით, სანამ უპასუხებდა. ნაწილობრივ, დიახ. მაგრამ ასევე ჩემთვისაც იმ ადამიანისთვის, ვინც მინდა გავხდე. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც შეგვიძლია დავეხმაროთ. გაგების ჟესტით, ნინო გავიდა ოფისიდან, გიორგი კი დარჩა ჩაძირული ფიქრებში. როდესაც ფანჯრიდან გადახურებდა ქალაქს, გაცნობიერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თამარი იყო ამ ცვლილების კატალიზატორი, სურვილი რაიმე მნიშვნელოვანი გაეკეთებინა თავისი ცხოვრებით, ღრმად იყო ფესვგადგმული მის შიგნით. დღეები კვირებად იქცა, კვირები კი თვეებად, იმედის თესლები იწყებდა ფორმის მიღებას. პირველი სკოლა გაიხსნა თბილისის გარეუბანში ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც აერთიანებდა ტექნოლოგიასა და ლიტერატურას, ზუსტად ისე, როგორც თამარს წარმოედგინა. გახსნის დღეს გიორგი ნერვიულობდა. როდესაც ჭრიდა ლენტს და წარმოთქვამდა სიტყვას აღგზნებული ბავშვების, იმედიანი მშობლებისა და მედიის ბრბოს წინაშე, ვერ ახერხებდა არ ეძებნა ნაცნობი სახე ხალხში, მცირედი იმედით, რომ დაინახავდა თამარს. მაგრამ თამარი არ იყო იქ. მიუხედავად ამ დანაკლისისა, რომელიც მძიმე დაწვა გულზე, გიორგი გულწრფელად ბედნიერი იყო, როდესაც ხედავდა სიხარულს ბავშვების სახეებზე, რომლებიც დარბოდნენ ახალი სკოლის შესასწავლად. პირველად ცხოვრებაში იგრძნო, რომ აკეთებდა რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვანს. იმ ღამით, მარტო თავის ოფისში, გიორგიმ წერილი დაწერა თამარისთვის. იცოდა, რომ ალბათ არასოდეს გაგზავნიდა, მაგრამ სჭირდებოდა გამოეხატა ყველაფერი, რასაც გრძნობდა. ძვირფასო თამარა, არ ვიცი, ოდესმე წაიკითხავ თუ არა ამ სიტყვებს, მაგრამ ჭირდება მათი დაწერა. ის, რაც დაიწყო როგორც ტყუილი, გადაიქცა ჩემი ცხოვრების უდიდეს სიმართლედ. პროექტი, რომელიც ერთად წარმოვიდგინეთ, ახლა რეალობაა. დღეს გავხსენით პირველი სკოლა და ნეტავი ყოფილიყავი, რომ გენახა. ვიცი, რომ ჩემმა ქმედებებმა ღრმად გატკინეს და არ გადის დღე, რომ არ ვინანო, როგორ შევხვდით. მაგრამ მინდა იცოდე, რომ ყოველი მომენტი, რომელიც ერთად გავატარეთ, ყოველი საუბარი, ყოველი ოცნება, რომელიც გავიზიარეთ, ჩემთვის ნამდვილი გახდა. შევიცვალე, თამარ. კაცი, რომელიც გაიცანი, მიუხედავად იმისა, რომ ტყუილიდან დაიბადა, გახდა ვიღაც, ვინც ესწრაფვის ყოველდღიურად უკეთესი ადამიანი გახდეს. და ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. არ გთხოვ მაპატიო, არც დაბრუნებას. მხოლოდ მინდა იცოდე, რომ გავლენა, რომელიც ჩემს ცხოვრებაზე მოახდინე, ნამდვილია და ხანგრძლივი. იმედი მაქვს, რომ სადაც არ უნდა იყო, იპოვე ბედნიერება და სიმშვიდე, რასაც იმსახურებ. მუდამ შენი, გიორგი, ამოიოხრა, დაკეცა წერილი და ჩადო უჯრაში. შესაძლოა ოდესმე იპოვიდა სიმამაცეს, რომ გაეგზავნა. მომდევნო თვეები იყო ინტენსიური სამუშაოს პერიოდი. იმედის თესლები გაიზარდა უფრო მეტად, ვიდრე გიორგის წარმოედგინა. მეტი სკოლები გაიხსნა, განხორციელდა მასწავლებელთა მომზადების პროგრამები და დაარსდა სათემო ბიბლიოთეკები მარგინალიზებულ რაიონებში.
ერთ დღეს, როდესაც ათვალიერებდა ერთ-ერთ ახალ სკოლას თბილისის გარეუბანში, გიორგი აღმოჩნდა გარშემორტყმული ენთუზიაზმით სავსე ბავშვებით, რომლებიც უჩვენებდნენ თავიანთ საკითხავ პროექტებს. პატარა გოგონამ, დიდი ყავისფერი თვალებით, ამაყად წარუდგინა თავისი ილუსტრირებული ზღაპარი. ეს არის პრინცესაზე, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა, ახსნა გოგონამ, მაგრამ ერთ დღეს შეხვდა პრინცს, რომელმაც დაეხმარა აეშენებინა წიგნების სასახლე სამეფოს ყველა ბავშვისთვის. გიორგი მიგრძნო, როგორ შეეკრა ყელი. ეს შესანიშნავი ამბავია, მოახერხა თქმა. რამ შთაგაგონა და გეწერა ეს, გოგონამ გაიღიმა. ჩემმა მასწავლებელმა მოგვიყვა ქალზე, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა, მაგრამ წიგნები უყვარდა. თქვა, რომ ამ ქალმა შთააგონა ეს ყველაფერი, გიორგის გული შეუხდა. შენს მასწავლებელს? რა ჰქვია? მას ჰქვია თამარი, უპასუხა გოგონამ უდანაშაულოდ. გიორგი მიგრძნო, თითქოს სამყარო ერთი წამით გაჩერდა. თამარი? შესაძლებელია. გულის ფეთქვით ბოდიში მოიხადა და სწრაფად გაემართა დირექტორის ოფისისკენ. მასწავლებელი თამარი, თქვა პრეამბულის გარეშე. სად შემიძლია ვიპოვო? დირექტორი, გაკვირვებული სასწრაფოობით გიორგის ხმაში, უპასუხა, უკაცრავად, ბატონო ბერიძე, მაგრამ მასწავლებელი თამარი დღეს აქ არ არის. მან აიღო თავისუფალი დღე პირადი საქმეებისთვის, გიორგიმ თავი დაუქნია, ცდილობდა დაეფარა იმედგაცრუება და აღელვება. შეგიძლიათ მომცეთ მისი მისამართი? ეს ნიშნულოვანია, რომ ველაპარაკო. დირექტორი ცოტა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ დაინახა რა გადაწყვეტილება გიორგის თვალებში, საბოლოოდ დათანხმდა. მისამართის ხელში ჩაბარებით, გიორგი სწრაფად გამოვიდა სკოლიდან. მანქანაში ჯდომისას მისი გონება ემოციების ქარიშხალი იყო. რა ეთქვა თამარისთვის? როგორ უპასუხებდა მას? ბოლოს მიაღწია მოკრძალებულ საცხოვრებელ კომპლექსს თბილისის ვაკის უბანში. გულის ფეთქვით აირბინა კიბეები მესამე სართულამდე და შეჩერდა 302 ბინის კართან. ღრმად ჩაისუნთქა და დარეკა ზარი. წამები, რომლებიც მოხვა, უსასრულოდ გრძელი ეჩვენა. შემდეგ კარინელა გაიღო და იქ იდგა ის. თამარი, თმა არეული კოხტა კვანძად და აბსოლუტური გაოცების გამომეტყველება სახეზე. გიორგი ჩაიჩურჩულა, თითქოს ვერ იჯერებდა, რასაც ხედავდნენ მისი თვალები. გამარჯობა, თამარ, უპასუხა ხმაში ემოციის სიმძიმით. ფიქრობ, ბევრი რამ გვაქვს სასაუბრო და ასე პირისპირ ამდენი ხნის შემდეგ გიორგი და თამარი აღმოჩნდნენ ახალი თავის ღურბლზე თავიანთ ცხოვრებაში, წარსული სიმძიმისა და მომავლის განუსაზღვრელობის დაკიდებით მათ შორის. სიჩუმე გიორგისა და თამარს შორის თითქოს უსასრულოდ გრძელდებოდა, დატვირთული გამოუთქმელი ემოციებითა და უთქმელი სიტყვებით. ბოლოს თამარმა დაარღვია ჯადოსნური წრე. შემოდი, თქვა რბილი, მაგრამ მტკიცე ხმით უკან გადადგა, რომ გაეტარებინა. გიორგი შევიდა, ათვალიერებდა პატარა, მაგრამ მყუდრო ბინას. წიგნები დახოვებული ყველა ხელმისაწვდომ ზედაპირზე, სანოტე ქაღალდები გაფანტული მაგიდაზე და ახლად მოხარშული ყავის არომატი ავსებდა ჰაერს. ეს იყო ძალიან თამარისეული. დაჯექი მიუთითა მან დაფუშული, მაგრამ კომფორტული დივანისკენ. ყავას მოვამზადებ, როდესაც თამარი მოძრაობდა სამზარეულოში, გიორგიმ გამოიყენა დრო, რომ დაკვირვებოდა მას. ის უფრო გამხდარი ჩანდა, წუხილის პატარა ნაოჭებით თვალების გარშემო, რომლებიც ადრე არ იყო. მაგრამ ასევე იყო ძალამის პოზაში, სიმტკიცე, რომელიც მეტყველებდა ბრძოლისა და დაძლევის თვეებზე. თამარი დაბრუნდა 2 ფინჯანი ყავით, გაუწოდა ერთი გიორგის, სანამ დაჯდებოდა სავარძელში მის პირისპირ. ერთი მომენტი, ორივე უბრალოდ იჭერდა ფინჯნებს, თითქოს ყავის სითბო მისცემდა საჭირო სიმამაცეს ამ საუბრის დასაწყებად. კარგად გამოიყურები, თქვა ბოლოს გიორგიმ, დაარღვია სიჩუმე. თამარმა მცირე ღიმილი გაიღიმა. გმადლობ. შენ გამოიყურები. განსხვავებულად. შესაძლოა უფრო გამხდარი. კარგად იკვებები, გიორგიმ ვერ შეიკავა რბილი სიცილი. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ზრუნავდა მასზე. დაკავებული ვიყავი, აღიარა. ძალიან დაკავებული, სიმართლე რომ ვთქვა. ვიცი, უპასუხა თამარმა, გააკვირვა. ვაკვირდებოდი პროექტს იმედის თესლები. ეს შთამბეჭდავია, რაც მიაღწია გიორგი, მისი ნამდვილი სახელის გამოყენება არ გამორჩენია გიორგის. ყველაფერი შენით დაიწყო, თამარ. შენი იდეები, შენი ვნება. ისინი არიან ამ პროექტის გული. თამარმა დახარა მზერა ყავის ფინჯნისკენ, თითქოს ეძებდა სწორ სიტყვებს მუქ სითხეში. რატომ გააკეთე ეს, გიორგი?
რატომ წაიყვანე წინ პროექტი, რომელიც ტყუილზე იყო დაფუძნებული, გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ უპასუხებდა. თავიდან დანაშაულის გამო. მინდოდა რაიმე კარგი გამეკეთებინა, რომ ანაზღაურებისთვის ზიანი, რომელიც მივაყენე. მაგრამ შემდეგ ეს გადაიქცა რაღაც მეტად. გავაცნობიერე, რომ ნამდვილად მინდოდა განსხვავება შემეტანა, ყოფილიყავი ის ადამიანი, ვინც შენ გეგონა რომ ვიყავი, თამარი მიშტერებოდა, ეძებდა სიმართლეს მის თვალებში. და ახლა? ვინ ხარ ახლა, გიორგი? ახლა ვარ ვიღაც, ვინც ცდილობს ყოველდღე უკეთესი იყოს, უპასუხა გულწრფელად. ვიღაც, ვინც ისწავლა პატიოსნების, თანაგრძნობისა და მიზნის ღირებულება. და ყველაფერი ეს, თამარ, შენ მევალები, სიჩუმე ჩამოვარდა მათ შორის დატვირთული გამოუთქმელი ემოციებით. ბოლოს თამარმა ისაუბრა. როდესაც აღმოვაჩინე სიმართლე, გრძნობდი თავს მოღალატულად, გამოყენებულად. ფიქრობდი, რომ ყველაფერი ტყუილი იყო. მაგრამ შემდეგ დავინახე, რას აკეთებდი იმედის თესლებთან. დავინახე, როგორ ცვლიდი ცხოვრებებს ჩემი ჩათვლით, გიორგიმ გაკვირვებით შეხედა. შენს, თამარმა თავი დაუქნია. როდესაც შემომთავაზეს მასწავლებლის პოზიცია პროექტის ერთ-ერთ სკოლაში, არ ვიცოდი რა მექნა. ნაწილი ჩემი ამაყობის გამო უარის თქმას ფიქრობდა, მაგრამ შესაძლებლობა ზედმეტად კარგი იყო, რომ ხელიდან გამეშვა. და მიხარია, რომ მივიღე. მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, გიორგი. განსხვავებას ვაკეთებ. ძალიან მიხარია შენთვის, თამარ, თქვა გიორგიმ გულწრფელად. შენ არაჩვეულებრივი მასწავლებელი ხარ. ეს ბავშვები იღბლიანები არიან, რომ ჰყავთ, თამარმა გაიღიმა, გულწრფელი ღიმილით, რომელმაც გაანათა მთელი მისი სახე. გმადლობ. მაგრამ ახლა მითხარი, როგორ მიპოვე, გიორგიმ მოუყვა სკოლაში ვიზიტის შესახებ, შეხვედრაზე გოგონასთან და მის ამბავზე, და როგორ მიიყვანა ყველაფერმა მასთან. როდესაც საუბრობდა, შენიშნა, როგორ რბილდებოდა თამარის გამომეტყველება, უნდობლობის კედელი, რომელიც აეშენებინა, თანდათან იბზარებოდა. თამარ, თქვა გიორგიმ, როდესაც დაასრულა მოთხრობა, ვიცი, რომ ბევრი ტკივილი მოგაყენე. ვიცი, რომ ალბათ არ ვიმსახურებ შენს პატიებას. მაგრამ მინდა იცოდე, რომ ყოველი მომენტი, რომელიც ერთად გავატარეთ, ყოველი საუბარი, ყოველი გაზიარებული ოცნება ჩემთვის ნამდვილი გახდა. შემიყვარდი, თამარ. და ეს სიყვარული, ეს კავშირი, რომელიც გქონდა, იყო ყველაზე ნამდვილი რამ, რაც ოდესმე განმიცდია ჩემს ცხოვრებაში. თამარმა შეხედა, მისი თვალები ბრწყინავდა შეკავებული ცრემლებით. გიორგი, მეც შემიყვარდი. კაცი, ვინც მეგონა რომ იყავი. და ეს არის ის, რამაც ყველაზე მეტად მატკინა, როდესაც აღმოვაჩინე სიმართლე. ვიგრძენი, რომ დავკარგე არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ კაცი, რომელიც შემიყვარდა, გიორგიმ წინ გადაიხარა, ნაზად აიღო თამარის ხელები თავისებში. ის კაცი, ვინც შეგიყვარდა, თამარ, ის ვარ ახლა მე. შესაძლოა არ ვიყავი, როდესაც შევხვდით, მაგრამ ის ვიყავი, ვინც გავხდი შენი წყალობით. შენ შთამაგონე, რომ უკეთესი ყოფილიყავი, დომებოდა მეტი ცხოვრებისგან, ვიდრე უბრალოდ წარმატება და ფული. თამარმა არ გამოაცალა ხელები, მაგრამ მისი გამომეტყველება კვლავ ფრთხილი იყო. და ახლა რა, გიორგი? რასელი ამ შეხვედრისგან, გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ უპასუხებდა. არაფერს არ ველოდები, თამარ. არ მაქვს უფლება, რამე გთხოვო. მხოლოდ მინდოდა, გცოდნოდა სიმართლე, გენახა, ვინ გავხდი. და თუ არის რაიმე შანსი, რა გინდ მცირე, რომ შეგვეძლოს თავიდან დაწყება. მაშინ ეს იქნებოდა მეტი, ვიდრე ვიმსახურებ. თამარი ჩუმად იყო ერთი მომენტით, ამუშავებდა ყველაფერს, რაც მოისმინა. ბოლოს ისაუბრა რბილი, მაგრამ მტკიცე ხმით. გიორგი, ვერ უარყოფ, რომ ის, რაც მიაღწია იმედის თესლებთან, არაჩვეულებრივია. და შემიძლია დავინახო, რომ შეიცვალე. მაგრამ ნდობა ფაქიზი რამეა. ერთხელ გატეხილი, რთულია აღსადგენად, გიორგიმ თავი დაუქნია, გრძნობდა, როგორ ერეოდა იმედი შიშთან მის გულში. მესმის, თამარ. და პატივს ვცემ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებ. თამარმა შეხედა თვალებში და ერთი მომენტით, გიორგიმ დაინახა ნაპერწკალი იმ კავშირისა, რომელიც ერთ დროს ჰქონდათ. მზად არ ვარ სრულად პატიებისთვის, გიორგი. მაგრამ შესაძლოა შეგვეძლოს დავიწყოთ მეგობრობით, კოლეგებით. ვიმუშაოთ ერთად პროექტზე, ვნახოთ, საით წაგვიყვანს ეს, ნამდვილი ღიმილი გაქრთა გიორგის სახეზე. ეს მომეწონებოდა, თამარ. ეს მეტია, ვიდრე ველოდი და გპირდები, რომ ამჯერად არ გიღალატებ, როდესაც მზე იწყებდა ჩასვლას ოქროსფრად რთავდა პატარა ბინას, გიორგი და თამარი განაგრძობდნენ საუბარს.
გაუზიარეს ერთმანეთს ბოლო თვეების გამოცდილებები მათი იმედები პროექტის მომავლისთვის და ნელ-ნელა დაძაბულობა მათ შორის დაიწყო განელება. როდესაც ბოლოს გიორგი ადგა წასასვლელად, იგრძნო, თითქოს უზარმაზარი ტვირთი მოეხსნა მხრებიდან. ეს არ იყო ბედნიერი დასასრული, ჯერ არა, მაგრამ ეს იყო ახალი დასაწყისი. დასაწყისი დაფუძნებული სიმართლეზე, ურთიერთგაგებაზე და გამოსყიდვის შესაძლებლობაზე. მალე შევხვდებით, თამარ, თქვა გიორგი მკართან. მალე შევხვდებით, გიორგი, უპასუხა მან პატარა ღიმილით. როდესაც ჩადიოდა შენობის კიბეებზე, გიორგი მიგრძნო განახლებული გადაწყვეტილება. იცოდა, რომ გზა გამოსყიდვისა და ნდობის აღდგენისკენ იქნებოდა გრძელი და რთული. მაგრამ პირველად დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა იმედს. იმედს მომავლისთვის, პროექტისთვის, რომელიც ერთად შექმნეს და შესაძლებლობას, რომ დროთა განმავლობაში და ძალისხმევით შეძლებდნენ ხელახლა აეშენებინათ ის, რაც ერთ დროს ჰქონდათ, ამჯერად პატიოსნებისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. თამარისა და გიორგის შეხვედრის შემდგომი თვეები გადაიქცა ფრთხილი რეკონსტრუქციის პერიოდად. როგორც ორი არქიტექტორი, რომლებიც დაზიანებულ შენობაზე მუშაობენ, ორივე მოძრაობდა სიფრთხილით, აცნობიერებდნენ იმ საფუძვლების სიმკიფეს, რომლებზეც აშენებდნენ. გიორგიმ შეინარჩუნა პირობა, რომ პატივი ეცა თამარის მიერ დაწესებული საზღვრებისთვის. მათი ურთიერთობა ძირითადად პროფესიული რჩებოდა, თანამშრომლობდნენ იმედის თესლების განვითარებასა და გაფართოებაში. თუმცა ყოველი შეხვედრით, ყოველი იდეების გაცვლით, საწყისი დაძაბულობა ნელ-ნელა თმობდა ადგილს ნაცნობ კომფორტს. ერთ შემოდგომის საღამოს, როდესაც ისინი განიხილავდნენ გეგმებს ახალი სათემო ბიბლიოთეკისთვის, თამარმა შენიშნა რაღაც განსხვავებული გიორგიში. ის უფრო მოდუნებული იყო, უფრო ადვილად იღიმებოდა და მისი თვალები ბრწყინავდნენ ნამდვილოვნებით, როდესაც პროექტზე საუბრობდა. შეიცვალე, აღნიშნა თამარმა, შეაწყვეტინა გიორგის ახსნა ბიბლიოთეკის დიზაინზე. გიორგიმ გაკვირვებით შეხედა. რას გულისხმობ, თამარმა რბილად გაიღიმა. ადრე, როცა გაგიცანი როგორც დავითი იყო. ინტენსიურობა შენში. თითქოს ყოველთვის გქონდა რაღაც დასამტკიცებელი. ახლა ჩანხარ უფრო. შვიდად საკუთარ თავთან, გიორგიმ ერთი მომენტი იფიქრა, სანამ უპასუხებდა. ალბათ მართალი ხარ. ბევრი რამ ვისწავლე ამ თვეების განმავლობაში. საკუთარ თავზე იმაზე, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. და რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი, იკითხა თამარმა, გულწრფელად დაინტერესებულმა. განსხვავების შეტანა, უპასუხა გიორგიმ ყოყმანის გარეშე. არა სხვების შთაბეჭდილებისთვის ან რაიმე სახის აღიარების მოსაპოვებლად, არამედ იმიტომ, რომ ეს სწორია. და ერთი მომენტით დააყოვნა, სანამ გააგრძელებდა საკუთარი თავის გულწრფელობა იმ ადამიანებთან, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათი მზერა შეხვდა და ერთი წამით ელექტრობა, რომელიც ერთ დროს არსებობდა მათ შორის, კვლავ აკიაფდა. თამარი იყო პირველი, ვინც თვალებით კონტაქტი გაწყვიტა და უბრუნდა მათ წინ არსებულ გეგმებს, ბიბლიოთეკის დიზაინი კარგად გამოიყურება, თქვა თემის შეცვლით. მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვეძლო დაგვემატებინა სივრცე შემოქმედებითი წერის სემინარებისთვის. ბავშვებს სჭირდებათ არა მხოლოდ კითხვა, არამედ საკუთარი თავის გამოხატვაც, გიორგიმ თავი დაუქნია მადლიერი წინადადებისთვის და გაზიარებული მომენტისთვის. შესანიშნავი იდეაა. რატომ არ შეიმუშავებ წინადადებას ამისთვის? არავინ არის უკეთესი ამ პროგრამის შესაქმნელად, ვიდრე შენ. კვირების გასვლასთან ერთად, გიორგიმ და თამარმა იპოვეს კომფორტული რიტმი ერთად მუშაობისთვის. მათი შეხვედრები ადრე მკაცრად პროფესიული დაიწყეს გაგრძელება. ზოგჯერ იზიარებდნენ ყავას პროექტის პროგრესის განხილვის შემდეგ, სხვა დროს რჩებოდნენ გვიანობამდე, განიხილავდნენ ახალ იდეებს განათლების გასაუმჯობესებლად იმ თემებში, რომლებსაც ემსახურებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი ღამის სესიის დროს, თამარმა ბოლოს და ბოლოს გაბედა დაესვა შეკითხვა, რომელიც ტრიალებდა მის გონებაში. გიორგი, დაიწყო მისი ხმარბილი, მაგრამ მტკიცე, რა მოხდა შენს ძველ მეგობრებთან? იმათთან სანაძლეოდან, გიორგი შესამჩნევად დაიძაბა ლევანისა და ზურაბის ხსენებაზე. მოსვა ხლუპი ყავა, სანამ უპასუხებდა. გავწყვიტე მათთან კავშირები იმ დღეს, როცა წახვედი. მას შემდეგ არც ერთთან არ მისაუბრია, თამარმა გაკვირვებით შეხედა. მაგრამ ისინი შენი მთელი ცხოვრების მეგობრები იყვნენ, არა? იყვნენ, დაუქნია თავი გიორგიმ. მაგრამ გავაცნობიერე, რომ მეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია სასტიკ სანაძლევებზე და ადამიანების ობიექტებად მოხსენიებაზე, არ არის ნამდვილი მეგობრობა. ისინი წარმოადგენდნენ ჩემი ცხოვრების ნაწილს, რომელიც მინდოდა უკან მომეტოვებინა. თამარი ცოტა ხანს დუმდა, ამუშავებდა ინფორმაციას. ალბათ რთული იყო, თქვა ბოლოს. იყო, აღიარა გიორგიმ.
მაგრამ არა ისე რთული, როგორც შენი დაკარგვა. სიჩუმე, რომელიც მოჰყვა ამ განცხადებას, იყო დატვირთული გამოუთქმელი ემოციებით. თამარმა დახარა მზერა ყავის ფინჯნისკენ, თითქოს ეძებდა სწორ სიტყვებს მუქ სითხეში. გიორგი, მე დაიწყო, მაგრამ შეწყვეტილ იქნა მისი ტელეფონის ხმით. ეს იყო შეტყობინება სკოლიდან, სადაც მუშაობდა, ახსენებდა ადრეულ შეხვედრას მეორე დილით. მომენტი დაიმსხვრა. თამარი წამოდგა, აგროვებდა თავის ნივთებს, უნდა წავიდე. ხვალ ადრიანი შეხვედრა მაქვს, გიორგიმ თავი დაუქნია, ასევე წამოდგა. გაგაცილებ კარამდე, როდესაც მივახლოვდნენ ოფისის გასასვლელს, გიორგი მიგრძნო ბიძგი, რომ ეთქვა რაიმე მეტი არ დაეშვა საღამოს ასე დასრულება. თამარ, თქვა, გაჩერდა კართა. მადლობა, მან დაბნეულად შეხედა. რისთვის? მეორე შანსის მოცემისთვის. ჩემთან ერთად ამ პროექტზე მუშაობისთვის. იმისთვის, რომ აქ ხარ, თამარმა გაიღიმა, გულწრფელი ღიმილით, რომელმაც გაანათა მისი თვალები. გმადლობ შენ, გიორგი. ტყუილის რაღაც ლამაზად და ნამდვილად ქცევისთვის ისინი შეხედავდნენ ერთმანეთს მომენტით და გიორგიმ უნდა შეეკავებინა თავი მისი გადახვევისგან. მის ნაცვლად გაიწოდა ხელი. თამარმა აიღო და ერთი მოკლე მომენტით მათი თითები ჩაიხლართა ჟესტში, რომელიც იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ ხელის ჩამორთმევა. ღამე მშვიდობისა, თამარ, თქვა გიორგიმ რბილად. ღამე მშვიდობისა, გიორგი, უპასუხა, სანამ ხელს გაუშვებდა და წავიდოდა დერეფანში. გიორგი უყურებდა მის წასვლას, გულისავსე ჰქონდა ნაზავით იმედისა და ნატვრისა. იცოდა, რომ კვლავ რჩებოდა გრძელი გზა, მაგრამ ყოველი პატარა ნაბიჯი, ყოველი გაზიარებული მომენტი ახლოვებდა მათ ახალი დასაწყისის შესაძლებლობასთან. მომდევნო დღეებმა მოიტანა გამოწვევების სერია იმედის თესლებისთვის. ტროპიკულ შტორმს მიეყენებინა მნიშვნელოვანი ზიანი პროექტის რამდენიმე სკოლისთვის თბილისის გარეუბანში. გიორგი და თამარი აღმოჩნდნენ გრძელი საათების მუშაობაში, კოორდინირებდნენ რეკონსტრუქციის ძალისხმევას და უზრუნველყოფდნენ, რომ სტუდენტებს შეძლებოდათ გაკვეთილების გაგრძელება. ამ გრძელი სამუშაო ღამეებიდან ერთ-ერთის დროს თამარმა შენიშნა, რამდენად გადაღლილი ჩანდა გიორგი. უნდა დაისვენო, უთხრა შეშფოთებით. დღეების განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობ, გიორგიმ თავი გააქნია, დაღლილ თვალებს იფშნებდა. ვერ დავისვენებ, სანამ არ ვეცოდინება, რომ ყველა ბავშვი უსაფრთხოდ არის და უკან სკოლაშია, თამარი მიუახლოვდა, დაადო ხელი მის მხარზე. გიორგი, შემომხედე, თქვა მტკიცედ. როდესაც მან აიხედა, განაგრძო, ვერავის დაეხმარები, თუ გადაიღლები. შენც უნდა იზრუნო საკუთარ თავზე, ზრუნვა თამარის თვალებში შეეხო რაღაც ღრმას გიორგიში. ერთი მომენტით ნება დართო თავის თავს დაყრდნობოდა მის შეხებას, დაეხუჭა თვალები და შეეწოვა ნუგეში, რომელსაც იგი სთავაზობდა. მართალი ხარ, აღიარა ბოლოს. ალბათ მართლაც უნდა წავიდე სახლში და ცოტა დავისვენო, თამარმა თავი დაუქნია შვებით. წაგიყვან, შესთავაზა. არ ხარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ატარო, გზავრობა მანქანით იყო ჩუმი, მაგრამ არა უხერხული. გიორგი აღმოჩნდა ძილთან ბრძოლაში, დაარწია მანქანის რბილმა მოძრაობამ და თამარის მანუგეშებელმა არსებობამ მის გვერდით. როდესაც მივიდნენ მის ბინასთან, თამარმა დაჟინებით მოინდომა მისი კარამდე გაცილება. კარგად იქნები, იკითხა, სუხილი ცხადი იყო მის ხმაში. გიორგიმ თავი დაუქნია, დაღლილი ღიმილით უჩებზე. გმადლობ, თამარ. ყველაფრისთვის, სანამ კარგად მოიფიქრებდა, თამარი დაიხარა და დაადო ნაზი კოცნა მის ლოხაზე. დაისვენე, გიორგი. ხვალ შევხვდებით, როდესაც უყურებდა მის წასვლას, გიორგი მიგრძნო სითბო, რომელიც ვრცელდებოდა მის მკერდში. ეს არ იყო სიყვარულის დეკლარაცია, არ იყო სრული პატიება, მაგრამ ეს იყო ნაბიჯი. ნაბიჯი რაღაც ახლისკენ, რაღაცისკენ, რომელიც შესაძლოა დროითა და მოთმინებით აყვავდებოდა რაღაც ლამაზად. იმ ღამით, როდესაც ემზადებოდა დასაძინებლად, გიორგიმ გადახედა, რამდენად შორს იყო წასული იმ საბედისწერო სანაძლეოდან. გზა იყო რთული სავსე შეცდომებითა და სინანულით, მაგრამ ასევე ზრდითა და გამოსყიდვით. და მიუხედავად იმისა, რომ მომავალი კვლავ გაურკვეველი იყო, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, გიორგი გრძნობდა თავს ნამდვილად იმედიანად. თამარის კოცნის მოგონებით კვლავ თბილად ლოხაზე, გიორგი ჩაეძინა, ოცნებობდა მომავალზე, სადაც წარსულის ტყუილები უთმობდნენ ადგილს გაზიარებულ სიმართლეებს და მეორე შანსებს. მომდევნო თვეები გადაიქცა ნდობისა და ურთიერთობის ნელ, მაგრამ მტკიცე აღდგენად გიორგისა და თამარის შორის. მათი პროფესიული პარტნიორობა იმედის თესლებში გაძლიერდა და ფონდმა გააგრძელა გაფართოება და საგანმანათლებლო შესაძლებლობების მიტანა საქართველოს მთელს რეგიონებში. ნელ-ნელა მათი პირადი ურთიერთობაც განვითარდა.
მცირე ჟესტები, ხელის შეხება აქ, ღიმილი იქ ნელ-ნელა გადაიზარდა უფრო ღრმა კავშირში. თამარი დაიწყო გახსნა გიორგისთვის და თავის მხრივ, გიორგი უფრო მეტად გრძნობდა თავს საკუთარ კანში ვიდრე ოდესმე. ერთ საღამოს როცა ისხდნენ თამარის ბინის აივანზე, გადაჰყურებდნენ თბილისის ღამის ხედებს, თამარმა მოულოდნელად აიღო გიორგის ხელი. ვფიქრობ, მზად ვარ, თქვა რბილად. გიორგიმ შეხედა, მისი გული აჩქარებით ფეთქავდა. მზად რისთვის? ვენდო ისევ. ვენდო ჩვენ, თამარი შებრუნდა, რომ შეხვედროდა მის მზერას, მისი თვალები ბრწყინავდნენ სინათლითა და იმედით. ბევრი ტკივილი იყო ჩვენს გზაზე, გიორგი. ბევრი ტყუილი და გაუგებრობა. მაგრამ ასევე იყო სიხარული და მიზანი და კავშირი, რომელიც, ვფიქრობ, ორივემ ვიცით, რომ განსაკუთრებულია. განსაკუთრებულია და ეთანხმა გიორგი, გულის ფეთქვით ყელში. თამარ, შენთან გატარებული ყოველი დღე დამეხმარა, რომ ყოფილიყავი უკეთესი ადამიანი, ვიდრე ოდესმე მეგონა, რომ შევძლებდი. ტყუილით დავიწყეთ, მაგრამ ის, რაც ავაშენეთ ამის შემდეგ, ყველაზე ნამდვილი რამეა, რაც ოდესმე განმიცდია. ასე რომ დავიწყოთ თავიდან, შესთავაზა თამარმა, ნაზი ღიმილით. ამჯერად სიმართლით, გიორგიმ მისი სახე ხელებში აიღო, ჩახედა მის თვალებში. არაფერი უფრო მეტად არ მინდა ამქვეყნათ და იქ, თბილისის ღამის ცის ქვეშ, ვარსკვლავების უხმომოწმეობით, გიორგიმ და თამარმა აღბეჭდეს ახალი დასაწყისი პირველი ნამდვილი კოცნით, რომელიც იყო პირობა უკეთესი მომავლისა, რომელიც ააშენეს ერთად, არა ტყუილზე, არამედ ნდობაზე, პატიოსნებაზე და სიყვარულზე, რომელიც გადალახავდა ყველაფერს. ისტორიის დასასრული ძვირფასო მსმენელებო, ვიმედოვნებთ, რომ თამარისა და გიორგის ისტორიამ შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე. იმისათვის, რომ მეტი ასეთი ამაღელვებელი ისტორიები აღმოაჩინოთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დატოვოთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ გსურთ უფრო მეტად ჩაეფლოთ ჩვენს სამყაროში, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სპეციალურად შერჩეულ სიას რომანტიკული ისტორიებისა, რომლებიც თქვენს გულს აუცილებლად მოხვდება. იპოვეთ ის მარჯვნივ განთავსებულ ბმულზე დაჭერით. არ გამოტოვოთ ჩვენი შემდეგი ისტორია, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაგაოცებთ და ჩაგითრევთ ემოციების სამყაროში. ყოველ კვირას ვაქვეყნებთ ახალ ამბებს, რომლებიც იკვლევენ ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას და აზრებს ამ ისტორიაზე.